და იმოვედი ისევ ამ დასტით. ვისაც გაინტერესებს რა დასტა არის ძალიან არ ვიცი შეიძლება ყველა არ ინტერესებით მაგრამ ვისაც გაინტერესებს ესეთი ლამაზი დასტა არის ძალიან ლამაზი ფერთა გამით ძალიან მეტყველი ძალიან ბევრი სიმთვრელი როგორც თავისი შინაარსით ასევე გამოსახულებით ფერებიც მინდა გითხრათ ტაროში ძალიან დიდ როლს თამაშობს ყველა ასპექტზე და ამასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ არა მხოლოდ ტაროზე გამოსახულ დახატულ გამოსახულებებს არამედ ფერებსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი აქედან გამომდინარე როგორ აგიხსნათ ყველაფერს ერთად ვაჯერებდი ისე გიყვებით შინაარს ყველაფერს ხო თქვენ კი ძალიან გთხოვთ და მოგიწოდეთ რომ გამოიწროთ ჩემი არხი და ალაიქოთ ჩემი ვიდეოები ენერგობალანსისთვის და იმიტომ რომ ეს ძალიან ჭირდება რადგან მე ეს ყველაფერი დამეხმარება ჩემ ასე ვთქვათ არხის უკეთ განვითარებაში და იმაში რომ თქვენთან მუშაობა ჩემთვის ასე ვთქვათ საინტერესო იყოს და მქონდეს სტიმული რომ ჩაგიწეროთ უფრო და უფრო ბევრი გაშლები და ნუ შემდეგ უკვე დოგიჩვენოთ შეიძლება უფრო მეტი იდეაც გამიჩნდეს ამ თემატიკასთან დაკავშირებით ხო ჰოროსკოპებზე ვაპირებ ჩაწერას შეთაშორის იმ კვირიდან ორ შაბათიდან დავიწყებ კვირის პროგნოზების ჩაწერას თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის თუ გაინტერესებთ მითხარით ესეც რომ გინდათ თუ არა რომ ჩავწერო ასე ვთქვათ კვირის პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის მგონია რომ საინტერესო იქნება ძალიან კარგით ჩაიფიქრეთ სახელები და გვარები დაბადების წლები თვეები და რიცხვები და მოდი ვნახოთ რას უყვება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენ შესახებ სხვებს ხო რას უყვება აბა სხვებს თქვენზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ნახოთ ჭორიკანა კაცი ჭორიკანა ქალი რა ვიცი მე არ მიწყინოთ რა თქმა უნდა ცუდი ინტერპრეტაციით არ მithქვამს ყველა ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან დიდი პატივიცემა ჩემგან თითოეულ თქვენთაგანს და თქვენს პარტნიორებსაც რა თქმა უნდა თუ იმსახურებენ ოღონდ ნახეთ ხალხო თემატიკა როგორ წამოიღო ამიტომ ვიცახი რომ დასტა სწორად შერჩეული ყოველთვის არის ძალიან მაგარი იმიტომ რომ თემაში მოყვება ზოგადად მე ყველა დასტა მოყვება ყველა თემაში მაგრამ ყოფილა მომენტები რომ აი გამიშლია და თლად ის სქემა და თემა არ დამიდია რაც მან სურდა რომ დაიდოს ან უფრო მეტი შეიძლება სხვადასხვა რომ ამერჩია ძიმე სურათი აქ არა მარტო თქვენზე უყვება სხვებს რაღაცებს საკუთარ ოჯახსაც უყვება ასე ვთქვათ სხვებს რაღაცებს სამკუთხედია სერიოზული გაქანებული გამოქანებულიც კოშკთან რა თქმა უნდა ერთად დავამატებ კიდე ეს არის ურთიერთობა, სადაც ერევა არა მხოლოდ ერთი პიროვნება, არა მხოლოდ მეუღლე. ძალიან ბევრი ხალხი ერევა თქვენს ურთიერთობაში შემოკარგებო. ძალიან ბევრი ერევა თქვენს ურთიერთობაში. ეს ურთიერთობა სავსეა მანიპულაციებით, ტყუილებით, სიმძიმეებით. განაკარგებით, წუხილებით, შიშებით, გრევებით. აი ესეთ ურთიერთობაზეა გაშლა. და ვინც გზნობთ რომ ეს თქვენი გაშლა იქნება, უკვე ჩამოთვლილი ჩემი ეს თქვათ კრიტერიუმებიდან, მხოლოდ მათ გააგრძელეთ ყურება. არ მგონია რომ ყველას მოერგოს. მე ვიტყოდი ასეთ რამეს, ეს არის ურთიერთობა, სადაც არის ერთის მხრივ ოჯახი მეორეს მხრივ ხართ თქვენ არ გამოვრიცხავ იმდენად ბევრია პენტაკლები რომ სამსახურთაც უკავშირდებოდეს აი ეს რამეს ვიტყოდი ერთ სივრცეში მომუშავე
ხალხზეა, ადამიანებზეა, ორ პიროვნებას შორის ურთიერთობაზეა გაშლა, ერთ სივრცეში მომუშავე. სადაც მოახერხეს და აქაც ჩაერია თქვენს ურთიერთობაში ხალხი ჭორაობით დაწყებული და ურთიერთობა დაგინგრიეს, ასე ვთქვათ. თქვენ ძალიან მხტალი აღმოჩნდით ამ სიტუაციაში, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება უკაცრავად ძალიან მხტალი აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. და ზურგში დანაჩაგარტყაც თემა გამოვიდა. აქ არის ავტორიტეტული პიროვნებებიც, რომლებიც ჩაერივნენ, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში და ირავის გადახლართულია მოკლედ ეს სიტუაცია. ხო, მოდი ახლა აქ არ გამოვიცხავ, რომ სიტუაცია მაგიურ ზეგავლენებსაც ეხებოდეს. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს ურთიერთობა სიენთასი 10-იანი ხმლები. მოკლედ ეს ურთიერთობა როგორი თემის არის. წრიულად ბრუნავს ყოველი დასრულებისას თავიდან იწყება, ესე თქვა წარსული ცხოვრებიდან წამოსული ურთიერთობა, ეს არის კარმული ურთიერთობა, სადაც ვალების ჩაბარების პერიოდი დადგა, ნუ ვერაბარებთ ვერც იმ გამოსცემსაც წარსული ცხოვრებიდან მოგდებთ, ვერც ერთი და ვერც მეორე და აქ თქვენს ბრალსაც ხედავს სერიოზულად, იმიტომ რომ თქვენც, ნუ მოკლედ ასე ვთქვათ, არა მხოლოდ ის უყვებოდა ვიღაცებს რაღაცებს, არამედ თქვენც ვერ გააჩერეთ იმედი და თქვენ მას ვთქვათ ორ მხრივ ჭორაობა, ესე იგი პირველად თავიდან სწორად ავხსენის სიტყვა და სწორად მომივიდა, დაანგრია თქვენ შორის არსებული ეს ურთიერთობა და თქვენ მიეცით ხვებს საშუალება ერთმანეთს და მეორემაც, რომ თქვენ ურთიერთობაში ჩარეული ყო არა მხოლოდ პიროვნების ოჯახი, არამედ აქეთკენაც სამსახურეობრივად დაკავშირებული ხალხიც, რომელსაც ვთქვათ, მისი მეგობრები იყვნენ, თქვენი მეგობრები იყვნენ, ჭორაობა, დალეწილი, დაანგრეული, დასრულებული ურთიერთობა, რომელიც დღესაც ასე ვთქვათ, ორივეს თქვენ ჯაჭვში გამყოფით. არ დამთავრებულა თქვენი ურთიერთობა რეალურად, ისევ გრძელდება, აი ამ ბორკილებში ხართ მოქცეული, რომელიც აი ამ ეშმაკს უკავია ხელში და აი ეშმაკმა გაიმარჯვა რო იტყვიან, იმიტომ რომ ორი ვეში ასე ვთქვათ ეშმაკის ენერგიები ძალიან ბევრი იყო, იქიდან გამომდინარე რომ ერთმანეთთან დობის მაგივრად ერთმანეთს ზურგში დაასურტყავდით, ატყუებდით, ერთმანეთზე ჭორაობდით, ნუ აი 1000 სისულელე რაც შეიძლება აქედან მოხდეს, ხო? ხა ახსნის სიუჟეტს. დღესდღეობით თქვენ შორისაც არის ეს კარმული მიჯაჭვულობა, ეშმაკისებრი არაჯანსაღი მიჯაჭვულობა, რომელიც ასე ვთქვათ ყოველთვის, ყოველი დასრულების შემდეგ მაინც გიჭერთ თქვენ თითქოს ეს რაღაცა გონია რომ თქოს მეორედ ხდება თქვენს ურთიერთობაში ერთხელ უკვე დასრულდა მე აღდგა მე თავიდან იგივე მოხდა უარეს ასე ვთქვათ სიუჟეტში განვითარდა თქვენი ურთიერთობა სადაც თქვენ ერთმანეთი არ დაინდეთ გაწირეთ და დასრულდა ეს თქვენი ურთიერთობა ძალიან მტკივნეულად და ერთადერთად დარჩათ ეს არის მოგონებები ერთმანეთთან მიმართებაში და აი ზუსტად ეს მოგონებებია ის ეშმაკისებრი ჯაჭვი, რაც თქვენ არ გიშვებთ, არ გასრულებინებთ ამ ურთიერთობას, ვერც ერთად ხართ, ვერც ერთმანეთთან ხართ და აი ესე იხლიჩებით, აი ამ აი ხას შორის, სადაც აქეთკენ, აქეთ აი შუაში ხართ გაჩხერილები და ვერ დასრულდა თქვენი ურთიერთობა, ვერ შეიკარით და ესე რაღაც წვალობთ ამ ურთიერთობაში და ორივეს ბრალია. მოკლედ ეს სიტუაცია არის განვითარებული ასე რომ პიროვნება რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ არის დაოჯახებული, არის თავის სტაბილურობაში, ბრჭყალებში სტაბილურობაში, რომელიც მისთვის არის უკვე ტვირთი, რომელშიც ის ასე ვთქვათ ხუთი პენტაკლებიდან ურესურსოთ არის და მისთვის მხოლოდ არის ასე ვთქვათ მატერიალური სფეროდან გამომდინარე და ვალდებულებებიდან გამომდინარე, სადაც ის ვალდებულია, რომ ეს ურთიერთობა სადაც ის იმყოფება და ის ოჯახი სადაც ის იმყოფება, შეინახოს, არჩინოს, იმიტომ რომ არიან ბავშვები, არიან ასე ვთქვათ ამორის გარდა, პიროვნების გარდა, თავის გარდა და მისი ვთქვათ მეუღლის გარდა სხვაებიც და აქედან გამომდინარე, აი თამაშობენ შეფუთულ სტაბილურობას, 7-იანი ხმალი, 4-იანი კვერთხები, იმპერატორი. ეს არის ყველაფერი თამაში პუბლიკაზე, რასაც ისინი ინტერპრეტირებენ, გამოაქვთ ეს ყველაფერი, თქოს ყველაფერი კარგად აღარ ყველაფერი კარგად კი არის, ყველაფერი ცუდად არის ძალიან და რამდენადაც უფრო ცდილობენ რომ თუნდაც ეს თქვენ ჩაფრთხილი პიროვნება ითამაშოს ის როლი, რომ კარგად არის ამ ურთიერთობაში, მით უფრო მეტად ინგრევა და ილიცება, მით უფრო მეტად მარტოსულია საკუთარ ოჯახში. აი რო ხარ ოჯახში და მაინც რომ მარტო ხარ, ამ ხელა ის რო გაქვს შემოდებული მხრებზე ტვირთი, რომ ვერაფერს ვერ აკეთებ, იმიტომ რომ ხდალი ხარ უკაცრავად სიტუაციის სხვა ვერაფერი ვერ მომდის აქ აი რაღაც სასწაული ემოციური გაშლა მაქვს ახლა და
რომ ზიდავ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გეშინია, რომ გარდა იმისა, რომ სტაბილურობას დაკარგავ მთელ ქონებას. აი ამ ქონების გამო და შენი ვითომ სტაბილურობის გამო, ვითომ რომ თამაშობ, რომ კარგად ხარ, ხო? ზიდავ შენს უბედურებას და აუბედურებ რეალურად სხვებსაც. ეს თქვენ არ გიხებათ, თქვენს მე ჩაქრეულ პიროვნებას მიმართავ. უკაცრავად. ზუსტად ეს მდგომარეობა და უყურეთ აი ეს მდგომარეობა თქვენთან მიმართებაში, ხო? რაც არის, რას უყვება ის ხვებს, ამასაც გეტყვით. და ის მდგომარეობა, რა თქმა შორის არის ძალის არკაიდან გამომდინარე, რომ საკუთარ ემოციებს იკავებთ, აი თავს კონტროლს უწევთ საკუთარ გრძნობებს და ემოციებს, არადაც საშუალებას, რომ ამოვხეთ, თქო, უთხრათ, გამოვწოთ ერთმანეთს შანსი მისცეთ ამ ურთიერთობას. კოშკში გადიხართ, დაინგრა, აი უცაბედად რაღაცა მოხდა, დაინგრა. არ ვიცი, დისტანციაზეც იმყოფებით ახლა ამჟამად. ხვდებით, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა პიროვნებმა ზუსტად მაშინ დაასკვნა, რომ თქვენისთვის ძალიან ძვირფასი ხართ და რომ თურმე თქვენ ყვარები ხართ და თურმე თქვენთან ცნობები და თქვენს გარეშე ვერ არის კარგად, ურესურსად არის სიმძიმეშია, რომ აღარ ხედავს ამ ცხოვრებას ნათელ ფერებში. აი მაშინ დაასწროთ დაკარგოთ რა. აი ეს მოხდა რეალურად თქვენს ურთიერთობაში და ამ ყველაფერს რასაც მე ხა გიყვებით, ეს პიროვნება ვის უყვება, იცით? არასწორ ადამიანებს, ეშმაკისებრ ადამიანებს, რომლებიც usmenen, მაგრამ რეალურად მისკენ არ არიან და ვერ ხვდება ეს პიროვნება, რომ ეს ყველაფერი კი არ უნდა მოყვეს. თავისის უნდა კონდეს, ან თქვენ უნდა გელაპარაკოთ. აი ეს არის თქვენი შეცდომა მისი მხრიდანაც და არც თქვენი მხრიდან არ არის გავაგებლად, იმიტომ რომ თქვენ თვითონვე უყვებით თქვენს მტრებს, თქვენი სიტუაციის შესახებ. ჯერ მისი არასტანდარტული ქცევებიდან გამომდინარე, რომ არასწორად იქცეოდა, ხო, ვერ დაიმალა ვერავის თვალში, ყველაფერი აშკარა იყო მისი მხრიდან თქვენთან მიმართებაში, რამაც საჭორაო ამბავი გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადაბმულია რაღაცნაირად ოჯახთანაც ეს ამბები მივიდა, ეს მანამდეც იყო, რომ შესაძლოა მისი ოჯახის წევრები ფლობდნენ თქვენზე რაღაც ინფორმაციებს და ქონდათ ეჭვები, რომ მას შეიძლება სამსახურეობრივად სხვა ჩავარდნოდა გულში და აქედან წამოვიდა მისი გულის პრანჭები და გულის წუხილები და ასე შემდეგ, ხო? და გეუბნებით, აქ სერიოზული ჩარევა არის, მაგიური ჩარევაა ჩვეულებრივად თქვენ შორის გაუცხოვებაზე რა გაკეთდა. თქვენ რომ ერთმანეთით დაკარგოთ, თქვენ ერთმანეთთან გრძნობები არ გქონდეთ, თქვენ შორის არ იყოს წინსვლა ურთიერთობის განვითარება, არ გამოვრუცხო ოჯახის წევრების მხრიდან, არ მინდა რომ ვინმე დავასახელო, მაგრამ თქვენები ხართ და მოხდებით. მაგიური ჩარევა მოხდა იმ განხრით, რომ დაიჭირონ ეს პიროვნება ოჯახში, სტაბილურობაში, თუნდაც მოკვდეს, მაგრამ იქიდან ვერ წამოვიდეს. და წყოს უბედური, მაგრამ იქიდან ვერ წამოვიდეს. აი ეს ყველაფერი ხდება ამ ურთიერთობაში და თქვენ რას უყვება და ვის უყვება? აი ამ ყველაფერს უყვება არასწორ ადამიანებს. თქვენს. თქვენ შეიძლება ჭკუა ისწავლეთ, მაგრამ ეს პიროვნება ხო ვერ გაიზარდა. არასწორ ადამიანებს უყვება ამ ყველაფერს ისევ, თავის მტრებს უყვება ამ ყველაფერს ისევ. თითქოს რაღაცნაირად მომდის, რომ თავის ოჯახშიც რაღაცები ვიღაცებს ან სინთრალიზოს რაღაც წამოწდა და აქედან გამომდინარე უფრო გააღვივა ეს ყველაფერი. ნუ აი რა ვიცი, ბოდიშით, მაგრამ დაკადოლი გაწი გარმონის სიტუაცია ჩვეულებრივად ამ თქვენს ურთიერთობაში და ეს პიროვნება ამ ყველაფერს უყვება ისეთ ადამიანებს და ადამიანს, რომელიც ვითომ ისი მეგობარია, მაგრამ რეალურად თავის სიტუაციაში მისი მტერია. თუმცა მე იმ ადამიანებისაც მესმის, იმიტომ რომ ოჯახის შესაძლებელად სხვა გზა არ აქვს, ვერ დაუჭერა ვერაფრით მხარს ამ პიროვნებას თავის აქეთ ურთიერთობაში ყოფნის სურვილის თემაში. აი ეს არის სულ რაღაცნაირად მგონია, რომ ჩაწვდებით იგრძნობთ ყველას, ვერ მოგერგებათ ეს გაშლა, მაგრამ იგრძნობთ ისე ვისიც არის და როგორც არის და ფიქრობ, რომ გაგეცი საკმარისი პასუხი. ძიმია ცოტა და დავასრულებ ხომ გაშლას. დაგემშვიდობებით ჩემზურფესებო, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაგილაგდებათ ამ სიტუაციაში და ყველაფერი კარგად იქნება. მე ვფიქრობ, რომ თუ ერთად ყოფნას ვერ ახერხებთ, ჯობია განაჯაჭვოთ ერთმანეთს და პირდაპირ გეტყვით, რომ საჭიროა რა ვიცი რა, ენერგეტიკული ჩახსნები თქვენო შორის ამიტომაც საჭიროა, იმიტომ რომ თქვენ ვერ ახერხებთ ერთად ყოფნას, არა, აი, იმდენად დანგრეულია თქვენი ურთიერთობა, რომ რა ვიცი, როგორ უნდა აღდგეს, არ ვიცი. დანდალეწილი თქვენი ურთიერთობა.
დასრულებულიც ყია დაჟე და აი ეს შმაკი გიჭერთ თქვენ რა მიჯაჭულობა ვერ გაიარეთ თქვენ კარმული გამოცდები ვერ გაიარეთ კარმული ვალები ვერ ჩააბარეთ და აქედან გამომდინარე რა ვიცი ესე ტრიალებს და ბრუნავს ეს თქვენი სიტუაცია ერთი ცხოვრებიდან მეორეში მეორედან მესამეში და ნუ აი სულ ესეთ მდგომარეობაა რა დაგემშვიდობებით შემოძურფესები კარგად გზადდებთ კარგად იყავით მშვიდობა სოლიდარობა უფლისწყალობა სიკეთე სიწმინდე არა მოკლებოდეთ მოქალი გფარავდეთ ავი თვალისგან ცუდი ხალხისგან ცუდი ზემოქმედებებისგან არავის არ შერგება არავისი ცუდი თქვენ თავთან იყავით მართალი ნახვამდის